როცა მიჩვენა. კარგი ხოლმე. ხო. გამარჯობა. შენ გაქვს ლეპტოპი? კი. ოკეი. მაკეთ ხوار დაждები რომ ერთად ვუსხდეთ და ერთად გავაკეთოთ. ეს ხა ისეთ რაღაც ვაკეთებთ, რომ შენც გააკეთებ რა პრობლემა. ჩვენ ხო ის გავაკეთეთ health bar-ი და მაგით ხედავთ რომ აკლდება სიცოცხლე. ან ევსება რა. რომ მოხდება ტყვია, აქ იცლება ეს და ასე მუშაობს და ეხლა უნდა გადავაკეთოთ ეს, რა, ამას აღარ გამოვიყენებთ იდეაში health bar-ს, შეგვიძლია ჩავაკროთ. და გულები იქნება რა. და გულები გაუქრება ხოლმე. Discord-ზე შედი. და მანდ გამოვაგზავნე ის ორი ცალი გული არის, ერთი სავსე და მეორე ცარიელი. აკვარია სასაგებო ჩავაგდო. ხო, ეგ სწორად გაქვს. აქ აქვს არ ვიცი, მაგრამ მე მაგას ერებული და მაგას დავუკავშირებ თუ მინდა დევდოქვია. შეიძლება ამასვადება ჩამიდოთ. მე შევთვალე რა. ეგ წაშალე უბრალოდ და ჩენი რა. არა, სიცოცხლის ყველა კომპიუტერია. თუ ახლის თაზე რა მოგვიწევს? ახლა წარ მოგვიწევს, ხო? მაშინ. ჩავიდე ხო? ოკეი. ხედავ ნორმალურად ლეპტოპზე. მოკლედ ეს health bar-ი რო გვაქვს, შენ რა ხო health bar-ი, ოკეი. მაინც არ გამოვიყენებთ ამას. health bar ჩავაქროთ, შენ ჩამხარდა ხო უკვე? ჩავაქროთ, აღარ გვინდა ეს. და შევქმნათ ახლა canvas-ში image-ი რა, image კომპონენტი. აი თქვათ როგორც energy bar-ი ან health bar-ი შევქმნით canvas-ში. ეგეთვე ობიექტი, ოღონდ image ობიექტი არის რა, UI-ში რო შეხვალთ, ზევით იქნება image-ზე ესეთ. მაგას ხონერე მოშავდები. შენ პირდაპირ სპაიდერი ხო? მაშინ დაშავე, ეგენი არ მომგვადგირო. ეგეც. image თვითონ ობიექტს აქვს image კომპონენტი და აქ აი source image-ში ასეც ჩააგდებ. UI-ში. source image-ში ასეც ჩააგდებ, მაგას გამოაჩენს რა, მაგრამ ჩვენ იდეაში შეგვიძლია რომ ხელით არ ჩავაგდოთ, უბრალოდ ეს image-ი ამ image-ს დავარქვათ. Heart 1 ასე რქვას. და მე მარჯვნივ წითელი პლუსი როქს მაქედან ავირჩიოთ, სად გვინდა რომ დადგეს კუთხეში, ახლა გვინდა Alt-ს უნდა დავაჭიროთ და მე მარცხენაზე დაკუთხე ავირჩიოთ და მიეწებება იმ მარცხენაზე დაკუთხეს. Alt-ს დააჭიროთ რა. როგორ? Alt-ს ვარ დავაჭიროთ ისე დავაჭიროთ. Alt-ს ვარ დააჭირო, ნახე. აიცა, დავაბრუნე.
აი ალტის გარეშე ალტს ხوار ვაჭერ, ამას რო აირჩევ, აქ კი მიაწებებს, მაგრამ თვითონ აქ რჩება მაინც რა. და ალტს რო ვაჭერ, თან აწებებს და თან იქ მიყავს. შეგვიძლია უბრალოდ დააჭირო ხოლმე და მე ხელით გადაადგილო. ეგიც არ არის პრობლემა. ამ ცოტა დავაპატარავებ. მეგონი ესეთი ზომის ნორმალური იქნება, ან ცოტა ჩამოვწიოთ energy bar-ი. დაბლა. ეს 70 რო იყოს. 70. სიგანი და სიმაღლე პირდაპირ შეგვიძლია ჩავუწეროთ აქ. ოკეი, ამას ახლა გავუკეთოთ დუბლირება. გავწიოთ გვერდით. და დავარქვათ hard 2. შენთანაც 5 აქვს სიცხლე იმას players? 4. გონი. ოკეი, მაშინ 4 ცალი გააკეთე შენ. კიდე დუბლირება, გავწიოთ გვერდით, hard 3 დავარქვათ ამას. მე თქვა თუ მოგვინდება რომ გავზარდოთ ამის სიცხლე და 5 არ ქონდეს ხოლმე და უფრო მეტიც ქონდეს. მე მოგვიწევს რომ ეს კულების დავამატოთ რა. შეიძლება ახლა ჩემთან 5 არის და 5-ს გავაკეთე. გვერდებზე გაწიერო რა არის? პლეიერი? ხო. ხო. ეს მიწევებული ერთმანეთზე, ოკეი. კაი. ცოტა მეგონი რომ დააშორო უკეთ გამოჩნდება. რა ვნახე შეხედე, შეიძლება არც გამოჩნდეს თულად. კაი, ეს 5 ცალი იმიჯი გვაქვს რა, 5 სიცოცხლისთვის. დავასეივოთ ეს, რომ სცენა დასეივდეს და ახლა შევიდეთ player-ის script-ში. და იმ player-ის script-დან დაუკავშირდეთ ამ 5-ვეს რა. რომ უთხრათ აქ ან სავსე გული გამოჩნდეს, ან იმის მიხედვით რა თუ თქვათ მოხდება და დააგდება სიცოცხლე, მე empty heart უნდა გამოვაჩინოთ. ისე full heart-ი, აი ეს ფოტო. ხო და ესენი ხო image კომპონენტები არიან და აი მარჯვნივ შეგვიძლია რომ თუ ამას ჩააგდებ ეს გამოჩნდება. აი ხა რომ რაღაცაში რენდომად ჩავაგდე და ეგ გამოჩნდა. თუ ეს ჩავარდება, ეს გამოჩნდება და ამას ვიზამთ თქო სკრიპტიდან რა. სკრიპტიდან ვეთქვით რომ როდის ეს გამოჩნდეს, როდის ეს გამოჩნდეს. თავიდან არ არის აუცილებელი რომ თუ გინდათ ესე ჩააგდეთ რომ თავიდანვე ესე იყოს, მაგრამ რა როგორც გინდათ მოხდეთ. მე მაინც შეიძლება რა. კაი, ეს დავასეივოთ, სკრიპტში შევიდეთ. player script-ში. და ზევით ეს header-ი, სადაც გვაქვს health-ის header-ი. სათაური, სადაც იდეაში სიცოცხლესთან დაკავშირებული რაღაცები გვიწერია. header-ი არ გაქვს? ანუ აი health-ი იპოვე, სადაც health-ი წერია ესე. ცოდებში. აი მაგის ქვეშ შეწერიან რა, მანდ დავწეროთ public image იმიტომ რომ ესენი ხო იმიჯები არიან ეს ობიექტები image კომპონენტი აქვს და მაგ ტიპის ცვლაც ვქნით რა აქ public image on აი თქვათ hearts რო დავარქვათ ახლა ამას გულები ამაში ხო ერთი რაღაც ჩაგდების უფლება გექნება მარტო რა აი თქვათ ახლა რო დაასევებ ამას უბრალოდ რო შეხედოთ players რომ მონიშნავ აქ დაინახავ რომ hearts კი შეიქმნა, მაგრამ ერთი იმიჯის ჩაგდება შეგიძლია, მეც არ.
მაგისთვის არსებობს მასივი. აი ამ image-ს თუ დაუწერ მასივის აღნიშნულ ჭხილებს, ეგ ინტერიორის ინტეგრაციაში. ხო, გამოვიყენეთ, ხო? მე მგონი იმისთვის drops რო აკეთებთ, მე მგონი მე გამოვიყენეთ. თუ არა? ნახე. enemy script-ში. ხო, enemy script-ში ვაფანყენ drop. კი, drop object-ი, კი. აი game object-ის ტიპის მასივი შევქმნით, მაშინ და ბევრი game object-ი შევინახეთ ამ მასივში რა. ან მასივი არის იმისთვის, რომ ბევრი ობიექტის ან იმ ობიექტის კომპონენტის, ახლა ამ შემთხვევაში image კომპონენტის ტიპის ცვალდი შევქმნით ჩვენ და ისეთ ობიექტებს მოვათავსებთ ამაში, რომელსაც image კომპონენტი გააჩნიათ. ანუ ამ გულებს რა, აი ეს კომპონენტი რასაც აქვს, ესეთ ცვლადში, რომელიც image ტიპის ცვლადი არის, ისეთ ობიექტს ვერ ჩააგდებ, რომელსაც image კომპონენტი არ გააჩნია. აი წეღარო შენ sprite render-იანი ის კონდა sprite-ები შექმნილი, მაგას ვერ ჩააგდებდი ამაში რა. მაგისთვის public sprite render-ი უნდა შექმნან, რომ ეგეთი ტიპის ობიექტი ჩააგდო. ოკეი, ხო და ამას ახლა ეს გამოჩნდება ესე რომ დაასეივებ players-ზე რო გადმოხვალ, აი hearts ეწერება. როგორც წეგან ეწერა, უბრალოდ ჩამოსაშლელი რაღაცა აქვს, list is empty აწერია და 0 აწერია size-ში რა, ეს არის array size-ი, ანუ მასივის ზომა რა, რამდენი ელემენტიანი უნდა იყოს ეგ მასივი. შენ თუ აქ 10-ს ჩაწერ, იქნება 10 ელემენტიანი. players-ზე უნდა გამოჩნდეს ეს script-ზე. სადაც აი hearts. აი აქ რამდენი რიცხვას ჩაწერ, ან ეგრე პლუსებით რომ მიამატო, ელემენტები ემატება რა და იწყება ათლა არის 0-დან. ანუ პირველი ელემენტი არის ელემენტ 0 იდეაში. მერე ელემენტი 1, ელემენტ 2 და ეგრე რა. ანუ 100-ით და რავი 1000-ობით ობიექტი ან რაღაცა კონკრეტული კომპონენტის მქონე ობიექტი შეიძლება შეინახო აქ. ჩვენ გვია 5 ხო? მაგრამ არ არის აუცილებელი რომ აქ 5 ჩავწეროთ, რომ ჯერ ეს ელემენტები დავინახოთ და მერე სათითაოდ ჩავაგდოთ რა. შეგვიძლია რომ ერთდროულად ჩავაგდოთ და თავისით ჩაიწერება, რამდენ ობიექტს ჩააგდებ, იმდენი საიზი თავისით ჩაწერს რა აქ. ამიტომ თავიდან 0 იყოს. და ეხლა ეს რომ მოახერხოთ ისე რომ 5-ვე მოვნიშნოთ აქ და აქ მოვიტანოთ, ისე ვერ ვიზამთ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ აქ 5-ვეს რომ მონიშნავ ეს გაქრება რა, აქ მარჯვნივ ნახე. ეხლა ის რომ მონიშნე, აქ player-ის script-ი სადაც უნდა ჩაგვიგდო გაქრა. მაგიტო შეგვიძლია ესეთი რაღაცა რა, გზევით აქვს კუთხეში ბოქლომი. ნახება player-ზე. ხო, მაგას დააჭერ, ჩაიგეტება ეს. სხვა რაღაცა რომც მონიშნო არ გაქრება. მონიშნეთ ახლა 5-ვე shift-ით, აი პირველს რომ მონიშნოთ, მე shift-ზე გეჭიროთ და ბოლოს დააწყაპუნეთ და 5-ვეს მონიშნოს. წამოვიღეთ და აი hearts-თან მიიტანეთ ამოთ, აი hearts სადაც აწერია. ეგ არის. აუშვებთ და ჩახდება ყველა. იქაც size 5 ჩაიწერება და მორიგეობით ჩააგდო რა, ელემენტ 0-ში heart 1 ჩააგდო, ელემენტ 1-ში heart 2 და ეგრე. ოკეი. ეხლა არ დაგვაუწეს რომ ეს ბოქლომს კიდე დააჭირეთ, იმიტომ რომ სულ დარჩება ეს ბოქლომი, თუ არ გათიშე. So, ესეც დავასეივოთ. შევიდეთ ახლა script-ში და ცდომა გვაქვს იმ გულებთან რა, 5-ვე გულთან. ამ მასივში გვაქვს ის 5-ვე გული შენახული და ელემენტ 0-ში პირველი გულია ჩავარდნილი, ელემენტ 1-ში მეორე გული და ასე შემდეგ. ახლა შევქმნათ ცალკე void-ი. ცალკე ფუნქცია. და როგორ დავარქვათ? apply hearts ესე ერქვას. რომ ეს ისენი რა ქვია, გულები ასახოს იმაში რა, იმ იმიჯებში. ოკეი, და სანამ მაგას ვიზამთ, აი კონკრეტულ იმასთან ხო ვიცით როგორ უნდა მივიდეთ, თქვათ მასივის კონკრეტულ ელემენტთან რა. აი აქ რო თქვათ ელემენტ 0-ზე რო heart 1 არ ჩაგდებული, heart 1-ის შეცვლა რო გვინდოდეს მხოლოდ ჩავწერდით რომ hearts რაც დავარქვით get object-ი არა, თუ game object. არა, hearts პირდაპირ აი მასივს რაც დავარქვი მაგის სახელს წერ, მე მასივის ჭხილები და აქ რა რიცხვსაც წერ, ელემენტი იგულისხმება რა, ამ რიცხვში. 0-იანს თუ ჩაწერ, ელემენტ 0-თან მივა. აი ეს თუ დაწერ მაგალითად რომ hearts 0
მოდი უბრალოდ სატესტოდ დავპრინტავ, მოცადე. სახელი დავპრინტოთ რა ქვია რა, ელემენტ ნულში რაც არის ჩავარდნილი მაგას. იმიტომ რომ ესე არ ჩავწეთ ხა უბრალოდ სატესტოდ ნახულობთ. name. და ამას მოდი start-ში გამოვიძახებ. არა, start-ში დაპრინტოს. ანუ პრინტში უბრალოდ წერია რომ hearts nul-თან უნდა მივიდეს და მაგის სახელი დაბეჭდოს. აბა ნახოთ. აი, heart 1. აი პირველი ობიექტს რაც ერქვა, ეგ დაპრინტა რა, იმიტომ რომ მოიცა. პლეიერი გაქრა და დავაბაუსებ. აი აქ მივიდა ელემენტ 0-თან, ჩვენ რო აქ ვუთხარით რომ hearts 0-თან მისულიყო და მაგის სახელს დაკავშირებოდა. ელემენტ 0-თან მივიდა და heart 1 იყო ჯაგდებული და heart 1-ის ამ ობიექტის სახელი ნახა და დაბეჭდა რა. მოკლედ სათითაოდ თუ რომელიმე წევრთან მისვლა გინდა ეგრე იზამს. აი თქვათ აქ რო hearts 3-ს ჩაწერ იზამს ესე რომ ელემენტ 3-თან მივა და heart 4-ს დაპრინტავს ახაც ესეთ. ელემენტ 3-ში heart 4-ია ჩაგდებული და მაგიტო. კი. ოკეი. მოკლედ სათითაოდ წვდომა თუ გინდა ესე უკავშირდები. მაგრამ ჩვენ ახლა სათითაოდ ხო არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ყველას მივაკითხოთ საერთოდ აი რამდენიც არის 5 არის თუ შენ შემთხვევაში 4 არის. ყველასთან მივიდეს და ყველას შეუცვალოს ის რა ქვია, აი იმიჯში რო არაფერი აქვს ჩაგდებული და თეთრ კვადრატს გვაჩვენებს უბრალოდ, გამოგვიჩინოს თვითონ გული რა. ხო და მაგისთვის არის ლუპები. აი მასივში თუ გინდა რომ ბევრ ელემენტს მიაკითხო და რაღაცები შეცვალო, მაგისთვის არსებობს ლუპები. ერთ-ერთი არის for ლუპი. for აგრიფეთ მანდ. და სანამ ჩაწერ, აი force რო დაწერ, tabs დააჭირე ორჯერ სწრაფად და ჩაიწერეო თავისით. i უდრის შენ და ჩაწერა? არა. მოიცა წაშია. დამიწერა. დააჭირე ორჯერ სწრაფად? არ გამოტოვა. იგი? ეგა. დაწერა? შენ და სხვა რა დაწერა. შენ თან პირდაპირ დაწერა ის რაც საჭირო იყო, მაგრამ ქვევით ამშხილები არ დაუწერა უბრალოდ. ეხა ეს მოიცადე აქ ჩავწეროთ შენთან length-ი წერია პირდაპირ ხო ჩემთან max. აქ ჩავწეროთ hearts წერტილი length. და რო აირჩევ enter-ს დააჭირე. length დიდი ასოთი მოიწერო საერთოდ. დიეგეთ. აქ ვარ ხარ თულის ეს. ეხა ეს რას აკეთებს? მოიცადე ჯერ მოდი ყველა იმისი ყველა იმ ობიექტის, ყველა იმ გულის სახელები დავპრინტოთ რა. print აკვია hearts ესეთი ფჩხილები. აქ შევწეროთ i არის აი აქ შექმნილი ცვლადი. მაგას გეტყვით ხარ რას აკეთებს უბრალოდ ეს for და წერტილი name. აი წეღა რომ მეწერა მე პრინტი, აქ ის მაგირად ხო ნული მეწერა და მე ნულ ელემენტთან მივიდა და ეხლა რომ იწერია, მივა ყველა ელემენტთან და როგორ მივა ეხლა ყველა ელემენტთან. ნახე ეს for რას აკეთებს? თავიდან ამ for-ში, ანუ ამას რო გამოიძახებს, ალბათ ამას რო წაიკითხავს კომპიუტერი, ქმნის ამ ცვლადს, ანუ რაღაც int i ქვია რა, აქ შეიძლება სხვა რაღაცას დაარქვა. უბრალოდ ჩვენ რო ტაბით შევწერეთ თავისით i დაარქვა. i არის თავიდან ნული, მე ამოწმებს რაღაცა if-იც აქვს რა ამ for-ს. მე ამოწმებს ეს i ნაკლები არის თუ არა hearts წერტილი length-ზე, hearts წერტილი length-ი ნიშნავს სიგრძეს ამ მასივის. სიგრძე არის ეს, აი size-ი რა, 5. ანუ იდეაში ჩვენ რო 5 ცალი გული გვაქვს იქ, შეამოწმებს i ნაკლები არის თუ არა 5-ზე. ნუ თავიდან პირველ შემთხვევაში 0 არის, 0 ნაკლებია 5-ზე, ეს შეშმარიტია. მე გაზრდის ის, ამ ჯერ ამას გააკეთებს და მე გაზრდის. ეს იქნება პირველი შემთხვევა. აქ რო i 0 არის პირველ შემთხვევაში, აქაც ხო 0-ს ჩაწერს და პირველ ელემენტ 0-ში რა ობიექტიც არის ჩაგდებული, მაგის სახეს დაპრინტავს.
და მე ესეც ხო გააკეთა ან პლუს ნიშნავს +1-ს. ანუ i გაზარდა ყოველ შესრულებაზე ის ზრდის მე 1-ით. და ლუპი იმიტომ ქვია რომ ერთხელ რო გააკეთა ეს და ის ელემენტ 0-ის სახელი დაგიპრინტა, მე თავიდან იწყება რა და თავიდან რო იწყება ეს i ხო უკვე 1 არის, იმიტომ რომ წაღან გაზარდა უკვე პირველი შესრულების დროს. მაგ შემთხვევაში i 1 არის, 1 ნაკლებია 5-ზე, მე კიდე გაზრდის იდეაში შემდეგისთვის და აქ 1-ს ჩაწერს და ელემენტ 1-ში რაც არის ჩაგდებული, მაგას დაპრინტავს მაგის სახელს. მე შემდეგზე უკვე 2 არის, ხო? იმიტომ რომ ყოველ ჯერზე იმაშვება რა და ეგრე არის ლუპის. მანამდე აკეთებს, სანამ ეს პირობა არ არის ჭეშმარიტი. ეს პირობა როგორც კი დაირღვევა, ანუ ჩვენ შემთხვევაში ახლა ბოლო შემთხვევა იქნება, რომ i იქნება 4, ხო? 4 ნაკლები იქნება 5-ზე. მე გაზრდის ის და აქ ხარც 4 წერტილი names გააკეთებს. ანუ ხარც იმაში 4-ში რაც არის ელემენტ 4-ში ჩაგდებული, მე-5 გულის იმას სახელს დაპრინტავს. და მე კიდე რო ცადოს მაგდროს ხო უკვე გაზრდილია კი მაგის შემდეგი შემთხვევა ხო არის რომ i არის 5. 5 ნაკლები ხო აღარ არის მე 5-ზე. ანუ ეს პირობა დაირღვევა და აღარ გააკეთებს რა მაგას. შენ შემთხვევაში ახლა ბოლო შემთხვევა იქნება ხო? ბოლო იქნება 3 რა, 3 ნაკლები იქნება 4-ზე და იმ ბოლო გულს ელემენტ 3-ზე რაც არის მე-4 გული, მაგას რა ქვია. მაგის სახელს დაპრინტავს. მოდი გავდესოთ ახლა. ეს apply hearts გამოიძახეთ თქვენი? ამ სამიდან არის რომელი? კაი. მადლობა. apply hearts გამოიძახეთ start-ში. void start-ში მიდით და apply hearts გამოიძახეთ უბრალოდ. apply hearts ჩაწერებ ჭრილები და წერტილზე. ეს უზევით, ოღონდ ჭრილი ხო? მანდ. ოკეი, დავასაჯოთ ახლა ეს, გადავიდეთ unit-ში. ჩავერთოთ თამაში და ახლა წესით ყველა გულის სახელები უნდა დაგვიპრინტოს. ეგ არის. heart 1, heart 2, heart 3, heart 4, heart 5. დაპრინტა? ანუ ყველა ელემენტი ჩამოუვარა რა ამ ლუპმა. ჯერ პირველთან მივიდა, მე მეორესთან, ხო? შენთანაც იმუშავა. ოკეი. კაი, დავბრუნდეთ ახლა script-ში. ეს for loop-ი სადაც ჩავწერეთ, ეს პრინტი აღარ მინდა, ეს სატესტოდ უბრალოდ გავტესტეთ როგორ აკითხავს ყველა ელემენტს. და ჩვენ შემთხვევაში ხა უბრალოდ სახელი დავაპრინტინეთ და აქ ხა გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა რომ ვთქვათ აი hearts i წერტილი sprite უდრის ხო ეს არ შეგვიქმნია ხო sprite-ი აი ზევით წავიდეთ და აქ დავამატოთ public sprite full heart ერქვას ამას სავსე გული და მეორე კიდე public sprite empty heart ორცაც ვთქვი sprite-ის ტიპის ვთქვი, იმიტომ რომ sprite-ის ტიპის ვთქვი რო ვქნი, შეიძლება პირდაპირ ფოტო მოათავსო, აი ამ ფოტოებს ჩავაგდებთ რა, რომ ამ script-ს კონდეს წვდომა ამ ფოტოებთან, რომ მე ამ იმიჯებს უთხრას, რომ აი ეს ფოტო ჩავარდეს ამ იმიჯში რა. კაი, წამოვიდეთ ახლა ისევ აქ და აქ ჩავწეროთ, რომ ჩავწერეთ hearts i წერტილი sprite უდრის, მოდი full-ზე გადავიყვანოთ ჯერჯერობით ყველა. full heart დავასაჯოთ. გადავიდეთ unit-ში. player-ი მონიშნეთ და margin script-ი სადაც აქვს მიბმული. მანდ გამოჩნდება წესით full heart-ი და empty heart-ი. ახლა გამოჩნდა? შეიძლება დასაუბრული არ გაქვს script-ი. სანდაშევი
players-ზე მანდ. აი. მენტერჩას. გადადიმა. ზევითადი. full hard empty. აი დუაჩას. რაღაც ერორი არის. აი დამეხტა თუნზო გაგვიდა იქ. და გულის მინჯენ ხოლმე. ძალიან სავსე. ხო, full-ში სავსე ჩაგდა. ძალიან საგილი. მაინც რა გამოჩნდა? და ასე ივე? სპირტ. ხო, გუნდა იყოს. კი, მან იყოს. ვა, ჩანს. სულ წარი აშკარა. ასაკებს ამიგერთა მოგიტანს აბერა. ვა. ვერ მოვხდი. ეს შევწეროთ. Blue script-ი არის, blue script-ი. Not question chances. Hearts question. You can chances ist. Wow. So. Good. ეხლა გამოჩნდა. სულისწულობა გქონდა. ხო და ეს არ აქვს მნიშვნელობა, ქოვიდაც შეგიძლია ჩვეულებრივად. მე ჩვენთან ქოვიდ ჩავწერე მე მგონი. რა. ხო, აი. მასივის ქოვიდ მიწერია ესენი. არ ვიცი. ეს თანაერ მნიშვნელობა არ მქონდა. შეიძლება სუდაბლა რომ ეს არ ვიცი. ზოგადად არ აქვს. განსპილდს აღშავთ აღარ გქონდეს. და ასევე და ფაქტობრივად მოხვალ იუნიტში. ეს full heart-ი და empty heart-ი რო ჩანს, ფოტოები უნდა ჩავაგდოთ აქ რა, full heart-ში, full heart-ი ჩავაგდოთ. empty heart-ში, empty. როჩერთა იმუშავა? აი, შეავს. არ დაკლებაზე შეჯერებით არ ეშება. შეავს ახლა? ჩემი სცენას რატო აჩვენებს? თუ ასე ჩვენებს? ამ სცენას. ან შენ თავს გასაჩვენებ. ჩვენ ამ იგივე სცენა გადავაკეთეთ უბრალოდ ეგ არ გაკეთებული შეიძლება? კი, მაქვს space shooter ხო. უბრალოდ მოვაკეთებ იქ, მოგიტო? გამოჩვენეთ. აქ შეიძლება ხო ძალიან უკან ხარ? ხო. ხო. ოკეი. კაი, არა უშოს იქით ხო გაკეთებული გექნება ხა ამ იმაში. და გადმოვიტანო. მე გადმოიტანო უბრალოდ რა. კაი. შეიძლება ხო შენთანაც? დიახ. აი, მაგრამ დაკლებას შეჯერებით არაფერს აკეთებს.
ეხლა აქ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, სად არის? აქ. empty hearts-ს რო გადავიყვანოთ ხოლმე. აქ დავწეროთ if-ი. მაგის ზევით ან ქვევით რა. რაც გვიწერია შიგნით full hearts-ზე რო გადავყავს. მან if-ი დაწერეთ და ესეთი რაღაც შეგვიძლია შევამოწმოთ. ეს i თუ ნაკლები აღმოჩნდება health-ზე. სანამ ნაკლები იქნება. მანამდე ეს გადავიტანოთ აქ. მანამდე შეივსოს ხოლმე რა. ეს health-იც ხო 5 გვაქვს იდეაში. ხო, და ეს ქვედა ხაზი გადაიტანე მაგიფში. და ამას დავუწეროთ else-ი ახლა. და else-ში ჩავუწეროთ, რომ იგივე იქნას ოღონდ empty heart-ზე გადავიდეს. ანუ ნახე, ოღონდ ამას გამოვიძახებთ სიცოცხლის დაკლების დროს. და სიცოცხლის დაკლების დროსაც ხო ყველა ელემენტს გადაურბენს ეს ლუპი. და სიცოცხლის დაკლების დროს თქვათ, თავიდან 5 აქვს სიცოცხლე და სავსე აქვს. თავიდანვე სტარტშიც ხო ხდება ეს და იდეაში სანამ ინაკლები იქნება health-ზე, ანუ 5-ზე, თავიდან 0 იქნება, იმერე 1 იქნება, მერე 2 და ყველა გულს full heart-ზე დასვამს რა. და მე ვთქვათ, ამას რო გამოვიძახებთ ჩვენ სიცოცხლის დაკლების დროს, ვთქვათ, მე პირველი შემთხვევა რო განვიხილოთ, რომ პირველად დააკლდა სიცოცხლე, თავიდან 5 ქონდა და დააკლდა, ეხლა 4 გავუხდა რა. 4 რო გავუხდა, ეგ შემთხვევა რო განვიხილოთ, 0 ეს ლუპი ხო ჩაირთვება სიცოცხლის დაკლების მერე. 0 თუ ნაკლები იქნება 4-ზე, მაშინ full hearts გააკეთებს, 1 თუ ნაკლები იქნება 4-ზე, მერე full hearts გააკეთებს. ეგრე და ბოლოს ხო იქნება რომ 4 ნაკლები არ იქნება 4-ზე და გააკეთებს else და empty hearts. ანუ ბოლო გული რომელიც მოაკლდა, მაგას დასვამს empty-ზე რა, მანამდე full-ზე გააკეთებს ყველას. აი გავტესოთ აბა ეხლა. მას ეს არ უნდა ჩავიდე მეთქები. ხო, მართალი ხარ. ეს apply hearts გამოვიძახოთ. სად გვიწერია damage. აი void damage რო გვიწერია, მან ეს health value შეგვიძლია დავაკომენტაროთ და აი health minus damage amount რო გვიწერია, მან გამოვიძახოთ მაგის ქვევით. მაგის ორ დახი ხასროლით ეგრა. ეგ არის დაკომენტარება. დაკომენტარება ნიშნავს, რომ როგორც კოდს ეგრე აღარ აღიქვამს კომპიუტერს. საერთოდ არ წაიკითხავს რა, კომენტარებს არ გითხულობს. ეს კომენტარები შეიძლება შენთანაც შენთვის გააკეთო ხოლმე რა, აი თქვა რა კოდი რას ნიშნავს, შეიძლება მიაკომენტარო ხოლმე რა, ქართულადაც შეიძლება დააკომენტარო. ოკეი, აბა შევამოწმოთ. გადასდა და უნდა სიცოცხლე დააკლდეს და ჩემთან იმუშავა. იმუშავა? ჩემი დაგეგმავს. ანუ არ აქვს სიცოცხლის რომ კლავს. ოკეი, მაშინ ხანაა ჩავწეროთ. ხო, მაშინ ამას სამიძახებ. damage ორს აკეთებ. blue tag-ი რომელს აქვს? players. Come on, blue script-ში არ ხარ? კი. tag-ი იგივე აქვს. ხო და თავისთავად ხوار დაეჯახება მე აქ. აი knives რო საეჯახება, მოდი აქ გავტესტოთ რა, damage 1 ჩავწეროთ, რომ 1 დააკლდეს ხომ ეს სიცოცხლე? knives. ეს ვარდება ხო ზევიდან? ასახა ავარდება. კანი მოცემო. შევხედავ. так. Это там торда?
შეიძლება ბიურჯე შეეხო წევან? ხო, ნუ რამდენჯერაც შეეხები, იმდენჯერ დააკლებს. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში უნდა გამოხვიდე და მე თავიდან შეხვიდე და ხო. ოკეი. გამიშავს. აბა, ამ მინუსებში 29 რაღაც. მინუსებში რატო აქვს? ვაკის არ მიწერი. იფი რო გვიწერია, ხო? ხო, ხოძარშია. ხო, health-ი თუ ნაკლებია თუ ნულზე, destroy. მე ჩაუზარე. რო გაქრეს ხომ. Filter, huh? Testema. მაინც ორი და გამო. ორი გამოვაყენოს. თუ ორი ცოტა. ამის ნებიჯი ხო? ოჯერ ხო ორი ხორი წერია. რა ჰელთ მინუს დემეჯი მო. ხო, მაგრამ დემეჯი მომწუთებ, დემეჯის გამოძახებისთვის, აი ეს სადაც გამოძახებული შეხებაზე ეგნახე. Oncology ინტერესში ეწერება წესით. აი დემეჯი ორი გიწერია. ხო. ეს მაგრამ ეს ჩავფერდა თუ. რა. ეს ღიარი პროდი, აი ეს. ეს თიმუშავს. უხოს ფონი. ეს ცოტა მე რამდენი მიწერია? მეც ორი მიწერია, მოდი ერთს ჩავწერე მეც. ვიდეო გახსნას. ერთი წელი ხო? მოდი ხა იმას დავწერ მე წინაზე რომ შეგააკეთე დავალებად ბაფი. იმიტომ რომ მე არ გამიგეთებია და იმაში ვიდეოშიც რო იყოს რა. შენთან ხა მან ბაფს მეგონი ვერ ჩაამატებ, მაგრამ ხო, უბრალოდ უყურე. ბაფი გავაკეთეთ, უბრალოდ გაბრიელმა გააკეთა. მოკლედ აქ ვაკეთებული ან ემოს აგდებს ან heals რა, ეს რომ განადგურებ იმას, enemies. So. აი რო აფეთქდება რაღაცა შანსი შეუქმნით რა. რაღაცები დააქვს. ხო, რაღაცები დააქვს. მაგრამ ძალიან ცოტა გვაქვს მეგონი და აი დააქვს. ეს იყო სოცხლე ხმე მიმატა? აი ყუივის. თქვია. ისე ეგეც გატესტია რა. სიცოცხლეს რო იღებ, გემატება? ხო, ის გული თუ შეგევსება რა. მოიცა მოუყვა. სიცოცხლის. ხო. ეს dropshins გავზრდი მეც ხა. ეგ dropshins-ი გვაქვს ჩვენ. enemy script-ში გვიწერია აქ. ხო, ან ემოს აგდებს 10-დან 30-მდე თუ არის, ემოს აგდებს ან ტყუებს და. dropshins-ი გვაქვს 0-დან 100-ის ჩათვლით ვარჩევინებს შემთხვევით რიცხვს და თუ 10-ზე ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ აგდებს იმას. სიცოცხლის მომატების ობიექტს რა და ძალიან პატარა შანსი არის ხა რომ 10-ზე ნაკლები რიცხვში არჩიოს, როცა 0-დან 100-მდე არჩევს. იქით 90 რიცხვი რჩება რა. ის გავაკეთოთ ერთ დრო მარტო ერთ დრო დავუსვით. როგორ? ანუ ერთმა მომწინააღმდეგე მარტო ერთი რაღაცა დავუსვით. ხო, ერთსაც და ერთი რიცხვს ვამთ ხო? ერთშუად. ხო. კაი, ეს რა ქვია? აქ ჩავწერი ხა თქვათ 90. არ ემატებს. აჰა, ვინდა მოიცა. არ შეივსო ხო გული? რატო არ შეივსობა? ეს ხას გავუწერე. მე ჩაჭირდა ვაკლებს ეს.
ეხლა დაჟე არ დამაკლდა, ნახე. ის რო ავიღე. ეგეც უნდა გავასწოროთ. მეცადე დავიკლოს ცხრა. და ერთი დამაკლდა. ეხლა ავიღებ და არ ივსება. მაგრამ სავარაუდოდ ჰელსი 5 მაქვს. მაგრამ თვითონ ეს არ ივსება რა, ვიზუალურად გული არ ივსება აქ. თორე ჰელსი კი მოემატა, იმიტომ რომ ეგ გვიწერია. და ეგ იმის ბრალი არის, რომ უბრალოდ player script-ში ჰილი სადაც გვაქვს, სად გვიწერია ჰილი. რა აქ აქვს გამოჩახებული ის? აი აქ ჰილ 1-ში ხო? არის ცალკე ჰილი რო გვაქვს, ვოიდი. რამდენი ჰილი წერია? void heal, აი ეს. health plus heal amount-ი რო გვაქვს, ეგ ხო უნდა აისახოს მე იქ ვიზუალურადაც. და აქაც გამოვიძახოთ ეგ apply და დავარქვით hearts. რო აქ heal-ი რო მოხდა და health მიემატა heal amount-ი, გულებშიც აისახოს რა. ახლა გავტესტოთ. ეს ორი ჩანს ახლა მას. როგორ შევასრულო? აიცა. შევის. მაგრამ კიდე რა მაინტერესებს იცი რა? ოხში. მას ისე რომ იყოს რომ 5 მეტი აღარ იყოს. 5 მაღლა არ ვაღარავდი, ხო ცოცხლე. თუ რა სამყარო? ხო, ან როდესაც ხომის ცოცხლე. აი ხლა ხო სავსე 5-ო სავსე იყო და მაგროს ავიღე. და ვნახოთ აბა ჰელსი ეცვლება? 7 გახდა. ჩვენ რამდენს ვუმატებთ აქ? 1. 7 რატო გახდა? 2 ცალი დააგდონე და იმან. ჩავატესტოთ აღიდან. შუაში გაჩნდა. ეგრევე მაკლდება. ახლა არ გამithვლია, მაგრამ 8-ზე ვარ და გამიცეთ თავიდან გავტესტოთ. ეს ტიპი არის. ახლა ერთხელ ავიღე. 6. მოწეღანეთ ყოველ 2 ცალი ერთად ავიღე და მომენტი. ერთი ემატება. ხო და არ გვაწყობს ეგ მე მგონი, ძალიან გამარტივდება. ხო და ეს კი მიდიაში ის არის ოკეი არის, იმიტომ რომ 5 გულზე მეტი ვერ გამოჩნდება ახლა ჩვენთან. მაგრამ თვითონ ჰელსი რო 6 არის, ეგ არ გვაწყობს, იმიტომ რომ 5 რო ნაკლები იქნება, ჰელთი მასში რომ დაადოს ენი. როცა დაცლილი გაქვს. 5 ნაკლები იყოს, ცოცხლე აი აქ. ხო, ეგ გულისხმობ, როცა მოკლებული გაქვს. ან ეგ უნდა გავაკეთოთ, ან აღების დროს თუ დაკლებული გაქვს, მაშინ უნდა შეგირსოს. და თუ მაქსიმალური ჰელსით მიხვედი, თუ სავსე გაქვს ყველა და მაგ დროს იღებ, ეგრე ჯობია. არ მოვამატებინოთ, ხო? ასე ზოგადად. ორი თანდათან. როგორ? აი, აქ ორი საცალიდან. ორი. ეს როგორ მოხდა? აქ უძენი რაღაცასთან თამაშია შეხვედრა. როგორ შევთავაზო ეს დასალდა. ხო და ეს რა ქვია? სად გვიწერია ჰილი. ჰილი. აი აქ health plus heal amount რო გვიწერია მაშინ აქ შევამოწმოთ რომ თუ health
ნაკლები არის 5-ზე, ხო? იგი. ანუ ამას თუ რა დასერჩის ფუნქცია? დაკლებული გაქვს რა? დასერჩის ფუნქცია თხოვნებს გულს. კონტროლ-F. შეიძლება. კონტროლ-F სტატია. Health თუ ნაკლები არის 5-ზე. მე ხტი რას ვუწოდეთ, ხო? მაგდროს გააკეთოს ეს health-ის შევსება. ან თუ დაცლილი გაქვს და მოკლებული გაქვს health-ი, მაგდროს გაიზრდება ხოლმე მხოლოდ მაქსიმალური health-ით რომ მიხვიდე არ მოიმატება რა. კი გააკრობს, მაგრამ არ მოუმატებს. ორივე უნდა გადავიტანოთ. კი. კაი, მაგავტესტოთ. ისო 5 აქვს. მიხედავთ იმისა, რომ ავიღე იდეაში. ნუ შეგვიძლია რომ არ ავაღებინოთ ხოლმე, მაგრამ მე მაინც გაქრება. ხო, მაინც ქრება და მე რა შეგვიძლია იცი, ხმებს რო ჩავამატებთ, როცა აიღებს ხოლმე ცოცხლს მართლა მოიმატებს, გული რომ მოიმატება, მაგრამ ხმა ჰქონდეს ხოლმე და თუ სავსებულებით აიღებს, მაშინ მაგდროს ხმა არ გავაკეთებინოთ რა. არ გამოვაცემინოთ. Dropships შეიძლება პატარა გაქვს. ეს თიმუშავებს შენთანაც. კაი, ახლა სად არის აქ enemy script-ში ჩვენ გვიწერია რომ მესარე აქ წეღარ შეერთქვი პრობლემა ეგ პრობლემა გვაქვს რომ ორივე საკეთებს ხო? ანუ ორივეს მე ორივეს არ უნდა აქტივდეს ეს იმიტომ რომ მაშინ შეიძლება შემთხვევაში შეიძლება ანუ ასე ნაკლები ხო არ და მაგით რომ ხო მაგრამ ხო ელსიფი გიწერია აქ ელსიფი არ გიწერია აბა ნახე ანუ ifი და ელსიფი ifი მიწერია ხო და მაგით ვაკეთებს ორივეს ნახე აქ რო ელსიფი წერია ეს ელსიფში შეწერილი პირობა ელსიფს მაშინ აკეთებს მხოლოდ როცა ეს მცდარი არის ifი ამ ზევიდან ქვევით ხო გითხულობს კომპიუტერი ამას რო შეამოწმებს ეს თუ ჭეშმარიტი დახვდა ამას გააკეთებს და ელსიფსი არც მივა რა და ელსიფს მხოლოდ მაშინ გააკეთებს როცა ეს მცდარი არის და ეს თუ მცდარი არის და 10-სა და 30 შორის თუ არ ჩავარდა მაშინ მე რეცდის ამას ანუ გამორიცხავს ერთმანეთს რა ეს თუ გააკეთა ეს თუ ჭეშმარიტია ამას გააკეთებს და ამას აივიწყებს ხო მესამე არ მაგჭერი ო შენ მესამე გაქვს ხო აქ გავაკეთო ელსიფი ორივეს ხო კი მაგასაც და ქვევითაც ხო სამზეც იგივენაირად იმუშავებს ანუ ერთ წაკითხვაზე ორივე ჭეშმარიტი ვერ იქნება რა ანუ ეს თუ ჭეშმარიტი არის დანარჩენს აღარ აკეთებს საერთოდ და ეს პირველი თუ მცდარი არის მე ცალია მესამე კი აი მეც აქ ჩავამატებ ხა იმას რაღაცა ბაფი რო გავაკეთოთ სად არის drop object-ი გვაქვს უკვე იმას ჩავაგდებ კაი მოდი ამას დავაკოპირებ ეს იყოს buff კლონი ხო drop object ორში ჩავაგდებ მაგას აქ buff კლონს გადმოვიტან აქ ვიწერია რომ იმ მასივის drop object-ში რაც არის თქვა მეორე ელემენტი ეგ გააჩინოს რა და მე ორ წამში გააქროს მაგ ობიექტს შევქმნი ახლა
ეგ მას ვიდავ რეფერენსი შექმნა შეიძლება. ქვევით? ხო, აი ახლა. ობიექტს ვერ შექმნა, შეიძლება დუბლირება გავუკეთო უკვე იმას არსებულ პრეფაბს. მონიშნა და Ctrl+D დააჭერე და იმას ისავს რა. კაი, ამას დავარქმევ. არ არის ისე. ხო. buffs დავარქმევ, მეც სამკუთხედი გავაკეთე შენსავით, გადმოვაგდებ პრეფაბების ფოლდერში. აქედან წავშლი. რომ აქ იყოს უბრალოდ ბარემ პოლიგონი მიავიღო შენ, პოლიგონ კოლაიდერ. ტრიგერი ჩაურთოთ. აი როგორც დანარჩენებზე ჰილზე და ემოზე გვაქვს. და სად იყო? enemy-ს უნდა ჩავუგდო, ხო? drop object-ი უნდა გავზარდოთ. ხო, აქ ჩავაგდო. სად არის? buff. აი ელემენტორში buff-ი არის ხა და აქ რახან წერია რა drop object-ში მეორე ელემენტორი element index-ი ორი რომ ობიექტსაც აქ ეგ ობიექტი უნდა გააჩინოს, გააჩენს buff class. ეხლა ამას ისევ შევამცირებ იმ heals და ეს იყოს დიდი უფრო options-ი. რომ გავტესტო buff-ს აგდებს თუ არა. და ბარემ აქედან buff-ს შევამოწმოთ აღების დროს. ეს buff-ი გავაკეთეთ იმისთვის, რომ energy bar რო გვაქვს იმ ობიექტს, buff ობიექტს აი ამას თუ აიღებ ენერგია აღარ დაგეცლება რა რამდენიმე წამი. მას ინუკლიერატორში. თუ დაგეცალა თავისით ივსება, ეგრე გვაგაკეთებული რომ აი თქვათ რომ დადიხარ ეს. ხო, სწრაფად სიარულის დროს ვაღოთ აი shift-ით რომ მოძრაობ რა. თუ დაგეცალა და მაინც shift-ს აჭერ, აი ნელა დადის. ეგეც გავაკეთეთ. მე რო აუშვებ რეგენერაცია იწყება და თავისით ივსება. შეიძლება კიდე ია რომ არა ის buff object-ი იმიტომ შევქმნით რომ უფრო ჩქარაში ივსოს? არა. რო აიღებ სულ 100-ზე გექნება ეს. რაღაც 2-3 წამი რა და მიუხედავად იმისა რომ shift-ს აჭერე და სწრაფად დადიხარ, არ დაგეცლება რა ის 2-3 წამი. ანუ ეგ იქნება ამის buff-ი რომ ხო. ხო, სად არის? აქ ამას მოვაკოპირებ. buff column-ზე შევამოწმებ. buff column-ს გააკრობს და აქ უნდა გააკეთოს buff-ი. და ახლა ეგ buff-ი ესე უნდა გააკეთოს, რომ enumerator-ი კი, შენც ეგრე გააკეთეთ წინაზე. enumerator-ი. ეს enumerator-ი გაგახსენებთ, რომ ფუნქცია არის უბრალოდ დამატებით, აი void-ებს რო ვქნით ხოლმე ჩვეულებრივი ფუნქციები ხო არის, ეგ void-ები რომ სახელს არქმევ და რაღაცას წერში გინდა, მე გამოიძახებ სადაც გინდა რა და ნუმერატორები ეგეთი ფუნქცია არის, რომ სახელს დაარქმევ, რასაც გინდა ჩაწერ, მაგას გაგიკეთებს გამოძახების დროს, უბრალოდ დამატებით კიდე აქვს რაღაც დროითი დაყოვნების შესაძლებლობა აქვს რა, შეგვიძლია რაღაც გააკეთებინო, მე დააყოვნო ცოტა რაღაც დრო და მე კიდე გააკეთებინო თქვათ. ამას დავარქვათ. მე ენერგი ვახდოვარ. ხო, ენერგი ვარ. ენერგი ან buff energy. ესე ვქოს. აქედან მოვაკოპირებ ამას. wait for seconds გაწეწეროს. 3 წამი გააკეთე? ხო. კაი. ეგოს 2 წამი. და ახლა მიჭირდება ბული. ბული იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ახლა ბულს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რა ქვია იმას. გავიგოთ buff-ი აღებული აქვს თუ არა რა. ბულში ხო ორი ინფორმაცია, ან true არის, ან false-ი. ანუ აღებული თუ ექნება, true იქნება, თუ არ ექნება აღებული, false იქნება. თორე რავი, რიცხვითაც შეგვიძლია გააკეთო, თქვათ float-ი შექმნა, ბული არ შექმნა, float-ი შექმნა და ეგ float-ი თუ 1 იქნება, მაშინ აღებული აქვს, ეგ float-ი თუ 0 იქნება, მაშინ არა აქვს აღებული და float-ი ორი მას, ბევრიც არ არჩევს. 1.1.1.2 არჩევს. არა. შენ თუ აი თქვათ ბულს რო უნები რომ გახდეს true, ან გახდეს false-ი, იმ float-ს ეტყვი რომ გახდეს 1 ან 0. ანუ ის ნომთე რაღაცებს კი აშვება. ის ნომთე რაღაცები იმაში არ აგერიოს. აი ეს move-x-ი და move-y-ი რო გავაკეთეთ, არ რაღაცა public ხო ქრონდა შექმნილი, რომ ინტეგრებსაც რო იმაშოვა.
ხო და ეგ იყო აი ეს MoveX-ი MoveY-ი. აი GetX-ის რო გვიწერია, ეს MoveX-ი და MoveY ეგრე იცვლება, რომ ეგ არის თვითონ ეს ჩანაწერი არის, ან 0, ან 1 და მაგათ შორის ის რიცხვებიც რა. ანუ ეგ float-ის ბრალი არ არის, ეს არის თვითონ ეს არის, ამის ბრალია რა, ეს არის გაკეთებული ეგრე, რომ 0-დან 1 რო ხდება, ის 1 პირდაპირ არ ხდება რა, ნომთა რაღაცებსაც გადის. ხო და შენ float თუ გააკეთებდი ამას, შენზე არის რა, რას ჩაწერდი ის float-ი იქნება. შეიძლება 5 მიანიჭო პირდაპირ, რომ ის float-ი იყოს 5 და 5 თუ არის, მაშინ ბაფი აქვს და თუ არ არის 5, მაშინ არ აქვს ბაფი რა. მაგრამ ეხლა რახან ეგ ორი ინფორმაცია გვჭირდება, რომ ან აქვს ბაფი, ან არ აქვს. ეგ ორი რაღაცა არის. მაშინ ბული გამოგვადგება რა პირდაპირ. ხო. ბული. სად არის? რომელ ჰედერში შევქმნათ ეგ? მუში? ხო, მუშთან კავშირში არის იდეაში. Energy pool. Როგორ დავარქვათ? Has buff and has energy buff. ესე ვარქოს. აქვს energy buff-ი რა. თავიდან იქნება false. Bulls თავიდან რო ქნი, default-ად ეგრევე თავისით false არის. და იდეაში გვაწყობს ლოგიკურადაც გამართული იქნება, რომ თამაშო ჩარდა ეგრევე buff-ი არ გაქვს რა. მაგიტომაც false-ია. და მე რო წამოვალთ აქ სად არის ნუმერატორი? აი აქ buff energy-ში ჩავწეროთ, რომ ეს has energy buff-ი გახდეს true. ანუ უკვე აქვს energy buff-ი. True არის უკვე შენახული, მანამდე რომ false იყო, ამას გამოვიზახებთ აღების დროს. რო აიღებს, როგორც კი აიღებს, ეგრევე true გახდება. მე მაგის მერე ორი წამი დაიწდის და ისევ გავაფალსოთ აქ. მოკოპირებ, რა. ისევ გავაფალსოთ, რომ გაუქრეს ის buff-ი რა. ანუ აქ ჩაირთვება buff-ი, მე ორი წამის გასვლის მერე გამოირთვება. ისევ გავაფალსებ. მანამდე როგორც გქონდა. უბრალოდ ეხა ეს buff energy უნდა გამოვიძახოთ. სად არის აღების დროს buff clones რო იღებს heal-ის ნაცვლად. ამის გამოძახება ხდება start coroutine-ით. ეს ნუმერატორი რო შევქმნით ზაღან. ეს დროითი დაყოვნების საშუალება რო აქვს. მაგათ რთავს start coroutine-ი და start coroutine-ში უნდა ჩაწერო სახელი იმ ნუმერატორის და ფრჩხილები. ანუ შიგნით უნდა გამოიძახო რა უბრალოდ. პირდაპირ გამოძახებით არ ემუშავებს. თუ ნუმერატორი არის, void-ებს პირდაპირ გამოძახებით ასრულებ და ნუმერატორი რახან არის start coroutine ჭირდება და ეგ start coroutine იწყებს მაგ რუტინას რა ესე ვთქვათ, პირდაპირ ოთარგმნოთ. ეგ არის. დავასეიროთ. მოდი ამას public-ს გავაკეთებ, რომ დავინახოთ. არა, screenshot-ი არ გვინდა ეს. ანუ ისე დავინახოთ უბრალოდ unit-ში, რომ აი true როდის გახდება და როდის false გახდება რა. იქ ხოლმე ჩავუძვირთ ახლა input list-ში. ამ boost-ის დროს ხოლმე ჩავუძვირთ შეცვალოთ. არა, აღების დროს. ხო. აღების დროს ჩავწერე. რო აიღებს საკმარისი. შენ იმას იძახი შემოწმებას? ხო, მართალი ხარ კი. სად გვიწერია? აქ ხო? რო არ დაიცალოს ხოლმე, მაგას იძახი, ხო? ანუ აქ ახლა იცლება იმ შემთხვევაში, როცა shift საჭერ და ენერგია გაქვს რა 1-ზე მეტი. სავსე თუ გაქვს ენერგია, მაგროს ცლის. და ჩვენ ხო გვინდა რომ იმას რო აიღებ იმ buffs, მაშინ არ დაიცალოს ხოლმე. ამიტომ აქ შევამოწმოთ, რომ ასე ცალკე ჩავწეროთ ხო if-ი. და აქ შევამოწმოთ energy დავარქვი buff energy. კი არა და has energy buff. თუ არ უდრის კი არა და უდრის false, ან ეგ უდრის false შეგვიძლია ესე ჩავწეროთ რა. სახლის ნიშანი has energy buff. ანუ ესე რო წერ პირდაპირ ხო ამოწმებს უდრის თუ არა true-ს. და თუ გინდა რომ უდრის თუ არა false შეამოწმო, აი სახლის ნიშანს ჩაწერე და სახლის ნიშანი არის იმის საწინააღმდეგო რაც გიწერია რა და
ეს რახან უდრის თუ არა true არის, ძახის ნიშანით იქნება უდრის თუ არა false. ანუ false თუ არის, მაშინ გააკეთოს ეს, ხო? Energy-ს გამოკლება და energy bar-ში values შეცვლა. ანუ როცა არ გაქვს buff-ი აღებული, ანუ false არის has energy buff-ი, მაშინ დააკლებს ხოლმე და როგორც კი გაიღებ და has energy buff-ი true გახდება, შენ shift-ს რო დააჭირო, მაგ დროს ეს პირობა დარღვეული იქნება რა, true იქნება მაგ დროს has energy bar-ი და ამას დაცლას აღარ გააკეთებს და დანარჩენი რაღაცები იმუშავებს, speed-ი 12 ექნება, ის flame-ი აენთება, ცეცხლი რო უჩდება უკან და მაგას მარტო if იმუშავებს ძახილის ნიშნის დასვა. თუ ნებისმიერ აქ რომ თეა ეს უდრის false, აქ ძახილის ნიშანი ეს დაუწერო მაინც იმუშავებს. მას შეცვლის false. ეგრე ვერ დაწერო, მაგრამ შეგვიძლია ესე დაწერო, ნახე? აი, იდეაში დაწერე, მაგრამ ეგრე არ დაგჭირდება იდეაში. აი, ნახე, has energy buff-ი უდრის has energy buff-ს. ესე შეგვიძლია დაწერო. რომ თვითონ უდრის საკუთარი თავის საწინააღმდეგოს რა. ხო, მოგეთ if-ის გარდა სხვაგანაც შეგვიძლია ჩაწერო. კაი, აბა შევამოწმოთ. თან გამოვიჩინოთ კიდეც. აჩა, სად არის? წავალკო. აი ეგ. პული. კაი, ამას შევხედოთ. თავიდან false-ია. ამაცინე, ოპა. გაიჩინე, რამდენი მაქვს კი არ Internet-a. ამიტომ არ გამართო წერა. შეიძლება 91 არჩია და არ გადროვა. Acha. შეიძლება ორი წამი გავიდა? არა, მას ხეული ხო. აჩა. სტიგი წეჯდა true-ზე რომ გადაიყვანოს. კი. კი, გადავიდა. გააკრანი. ხო, მე ისე აი ხე გავტესტა. ხო. აი ორი წამი, მეგონი ორი წამი ძალიან ცოტა არის, სამ წამს გავაკეთე. ხო, წაღანაც გამოჩნდა, რომ shift-ს ვაჭერდი და არ იცლებოდა ეს. და ხო, ეს უნდა დავაპატარაო. თვითონ ეს ობიექტი 0.4-ზე მაქვს ხვები და ესეც 0.4-ზე გვაქვს. და ისიც ხوار გავაკეთოთ, რომ როცა რომ მივახვედროთ, რომ ბაფი აქვს რა. ხა იმიტომ რომ რო აიღებ ახლა კი ეთყობა ახლა ამას იმაზე რომ აღარ იცლება, მაგრამ მაინც რო გამოჩნდეს რო დააწეროს. ხო, ანუ პატარა ანუ ყველაფერზე რო იყოს ტექსტი, მასაი პლუს 5 უტყვია ან რა. ხო, ეგეც შეიძლება. ტყვეებიც უნდა გამოვაჩინოთ, ხო, ეგ მართალი ხარ, მაგრამ აქ რამე ფოტო ხო არ გავაჩინოთ ბაფის. ის სამი წამი თქვათ. აი ამას ენერგიზე რა. გაჩნდეს ის სამი წამი მე სამ წამში გაქრეს. აი რა ფოტო იყოს ეგ. რამე არის energy buff. ამის ჩანაწერს აკეთებ და კი. აი რაღაცა ესეთი გვინდა? დიახ.
ეს თუ მთლიანად არის შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, მოიცა? დავამოდი აქ. რა შევიდე უბრალოდ. Ας თქოს relax download. ორი download-ი მაქვს თვეში. relax download. არა ხა მას ერთ ფოტოც გამოიწერს, ხო? კაი, მოიცადე PSD-ს თუ გადმოიწერს, რო გვაწყობს. აი, მოიცადე ხა. ნახე რას ვიზა. ილუსტრატორს გავხსნი და აუჭროთ. ნუ ამას მაინც ამოვიღებ რა, ეს რა პატარა აიკონით რაც არის. ხოდა ენერგი ბარის გვერდი გაჩნდეს და რო ჩაქრება გათიშოს ხოლმე. ხო. არუს გამოჩნდეს, როცა ბავშვს აიღებს და მე ბავშვის დრო რო ამოიწურება, მე იმას ხას რა. განმოწერა. განმოწერა. ნუ განმოწერა, მაგრამ ეს იხსნება ეს ილუსტრატორი. ცივა ხო მაინც? საერთოდ შეშკერეთ. პირდაპირ იხსნება მაგიტო. ვექტორში გადაიყვანს ამას და მე შემიძლია ეს მოვაცილო რა აქ თამხარა. ვექტორი რა? აი ეს ხაზები იგულისხმება რა. აჩა. ეს მაგალითად მოვიტანოთ ფოტოდ. ფერები გვაწყობს მე მგონი, ხო? კი. მოგიქაც. მაგთეთის მოშორებაში ვერ შეიძლება. თეთრი ბექგრაუნდზე იძახე? ხო.
ეს ტრანსპარენტით იმას ვიდა დავაექსპორტებ. უბრალოდ ეს იმისთვის არის, artboard-ი არის ეს რა. რაღაცა background-ი კონდეს აქ, თორე ისე background-ს გარეშე იმას ისებს. სანამ გავასწავლე. კაი, საგვარისია და ამას დავაექსპორტებ ხა. Transparent. What energy of image. So out of options. Right. Rather do ანუ ეს თლიანად ხო არ თქვენთან და მაგი თლიანად რას ქვია? ანუ რას გულისხმობ? ეს ხო არის მასი საიტზე და მაგის ლინკს უჩვენებთ. არა, ამის ლინკს ვაგდებ. მარტო ამის. ამას ვაგზავნე მარტო. მე რა გავიგეთ შეიძლება. ანუ თუ გავუნდებ თბილისში და ხო, ოკეი. ბოლო 6 გადის. უი, მაშინ ნამიას ახლოს არის? კაი, მიდი. მე მიდი მაშინ არა პრობლემა. შემდეგ შევეცდებ ისე კიდე რომ ჩავატარებ აქ ვაში ვატეკებს კი შევეცდები ახლა ჩავატარებ შეიძლება გადაი უფრო ხო ეს თუ უფრო ადრე შევხდებით კარგად ვიქით ჩავაგდე იმაში სპრაიტებში ეს იმიჯის აუდიო შევქმნათ. კი კანვასში აი ეს ენერჯი ბარში შეგვიძლია რომ შევქმნათ ენერჯი ბარზე მოსმენთ ნაგლაკს დააჭირე UI image პირდაპირ მაგის შვილად შექმნის დავაპატარავოთ ცოტა 50 არ იყოს სიგანე და სამალა და ფოტოთ ჩავგდოთ მარჯვნივ თვითონ ეს ფოტო რა იმეჯში აქვს კლიპ იმეჯ უზერია source image უნდა კონდეს ეს თუმცა ვიცი მოუზრ აი სპრაიტი აქვს სპრაიტი შენ აი ჰომან აი ეს მანდ მოჩავდე ფოტო სიგანე და სიმაღლე ცოტა დააპატარავე სახას მეც გადავარქმევ energy buff image ხო ხო ეგრე იმიტომ გამოიყურება რომ მონიშნა margin preserve aspect მოუნიშნე აი დაბლ აი და გასწორდება და ეხლა შეგვიძლია გავამოძრავოთ რავი
შუაში იყოს? ესე, როგორც არის თუ? რა მე აი ამ თავში ამ ბოლოში. აი ამ მეგონი ბოლოში გავუკეთოთ. თორე უფრო ხარ გავზარდოთ გეიმში დიდად კარგად არ ჩასწა. 80 რა კონდეს. 80 კაი. ცოტა სივითავწა. ეგა. ჩემთან ეს სიცოცხლე ისეთ არის. ეს სიცოცხლე ისეთ. ხო, ეს სიცოცხლე დააპატარავ. ან თუ მინდა ეს ენერგი გაზარდე ცოტა. ხო, გაცდეს იმას. და ქვევი ჩამოწევს. ხო, ან ქვევი ჩამოწევ. ჩემთან ახლა ენერგი ბარი უფრო გრძელი არის, ვიდრე ეს. health ისა, heart-ები რა, გულები. ისე თავში უფრო ჯობია. ჯობია თავში? ხო. აი, გადავიტანოთ მაშინ თავში. კიდე უფრო ჩამოვწევ თავი. ოკეი. მარტო ენერგი ბარი რო გამოწოდეს ისე არ შეიძლება. ხო, ენერგი ბარი უნდა მონიშნო და არა. ისა, კონტროლს დააჭერე. არა, იცავს. ხო, ენერგი ბარი მონიშნა ხოლმე და მე მუთულთ გამოწრავე და ეს ის მე მარტო ენერგი ბარი რო მასაკეს. მაგას ვერ იზამ. მაშინ ამოაგდო ეგ ჯერ და მე გამოწრავე ენერგი ბარი და ცაცა გიქენი რა. გაგეთან? დიო. ოკეი, დავასეიროთ ეს. გადავიდეთ სკრიპტში. და ზევით ცვალდები სადაც გვიწერია. პრინციპში რა შეგვიძლია იცი? აი, ხო შეგვიძლია რომ ცალკე ცვალდი შევქმნათ და ეგრე დაუკავშირდეთ იმ ენერგი ბარს. მაგრამ ენერგი ბარს კი არა, ენერგი ბაფს, აი ამას, ბაფ იმიჯს რა. მაგრამ ენერგი ბართან ხო გაქვს უკვე წვდომა. სკრიპტიდან ენერგი ბარი ხო ქვია? ეგ ხომ ამის მშობელი არის. ეს ხომ ამის მშობელი არის. get კომპონენტი კომპონენტებს უკავშირდება და ეს არის ობიექტი, ხო? ოღონდ შვილი არის იმის. get child, კი. სად გვინდა ეგ ნუმერატორში, სადაც გვიწერია buff energy. აი, ეგ სადაც true ხდება, მან ხო უნდა აინთოს. მან ჩავწეროთ, რომ energy bar წერტილი get child ამას არა აქვს პირდაპირ transforms აქვს get child energy bar წერტილი transform წერტილი get child ფრჩხილები მე რამდენი შვილი არის
background-ი fill-არია მესამე. ან 0-დან ხო იწყება მათი, 0, 1 და 2, კი. 2 წერტილი game object წერტილი set active game object-ში არის და მაგიტო და set active true. მე რო გამოიწეს. რო გამოირთოს იგივე ოღონდ set active false. ქვევი ხო? კი. სამი წამი რო გავა მაგის მერ. ერთი ხაზის მოკოპირება როცა დაგჭირდება ხოლმე. აი ხო ერთ ხაზს აკოპირებდი მარტო. შეიძლება პირდაპირ დააწყაბუნო იმ line-ზე რა და პირდაპირ მოკოპირებს იმ ერთ ხაზს. ანუ ესე მონიშნო აღარ ჭირდება. არ როგორ? არა ერთხელ ნახე. ერთხელ დააწყებ მოკოპირე ხა? როგორ? არა, პირდაპირ. აჰა. აი თქვა ამ ხაზის მოკოპირება გინდა. აქ დააწყაბუნებ. დააჭირი მოკოპირებას Ctrl C. ეხლა ბოლოში უნდა მივიტანო და იქ ხო? გადაყოლ და აქ ჩააფეისტებ. ან შეგიძლია თავშიც დააწყაბუნო. ხო. ის Ctrl-ს დააჭირე, იმიტომ რომ გაფუჭდა ის line. Ctrl-ს დააჭირე. აი თქვა აქ თუ დააწყაბუნებ, მაგ დროსაც Ctrl-ს როცა დააჭერ, მოკოპირებს. კაი, აქ false შეწერა? კი. დავასეივოთ, გადავიდეთ და თავიდან ჩამქრალი უნდა იყოს ამით. ჩააქრე. ეს energy buff image და players რომ მონიშნავ, ჩაგდება აღარ გვინდა, ხო? პირდაპირ უკავშირდებით იქიდან. სო, გავტესტოთ თავა. გაჩნდა? ოკეი, გაქრა. შავს? ყველაფერი გასნა ისა. გაზარდე ცოტა ის და ჩემთან მუშაობს. Droptions. კაი, ახლა აქ როგორ გავაკეთოთ ეგ droptions-ი? 0-დან 10-მდე თქვათ. ჰილი იყოს. 10-დან 30-მდე MOR-ი და 30-დან 50-მდე გავაკეთოთ ეს? ჰიპნოზი მომადებული არათუ არ აჩვენს. როგორ? ჰიპნოზი მომადებული მქონდა ეს. არ აჩვენდა. აი აქ ეს droptions მეტია ასე და სულ მოგესწრებით. ჰილ კლონი და ჰილ კლონი ჰილ კლონზე წერა ხო? ჰილზე პირიქით 10 ჩაწერე იქ რომ ჰილი არ გააჩინოს. აქ ჩავწეროთ რომ მეტიანტოლია 30-ზე და droptions-ი ნაკლებიანტოლია 50-ზე. 30-დან 50-მდე თუ არჩია, მაშინ ის დააგდოს ხოლმე რა. buff clone. ან 30-დან 40-მდე. ადარა შანსი იყოს. გაჩნდა? გაქრა. შენია. ხო და ესე განსაზღვრა მე, ანუ 10-ზე ნაკლები თუ არის hills იმაშვება, drop-offs, თუ 10-დან 30-მდე emos drop-offs და თუ 30-დან 40-მდე არის buff-ზე გავაკეთე ეგრე. რა შენ თუ უფრო პატარა შანსები გინდა ეგრე ჩაწერე. იყოს. კაი. ახლა სათარი ჩვენ ისე ხო ქონდა გადაწყვეტილი მას წინააღმდეგ გავეთილდა რაღაცები. რა? აი აქვს. ხო. აი ეს ფლიმი, ამ გამოყენება შეგვიძლია ის. ეგ რაზე?
აქ მიწისყრის მოდი. ხო, არა უშავს. რას ვეძებდი იცი? Explosion-ი. გვაქვს. Explosion-ი კი გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდია იმას დიხ. თვითონ რო ფეთქდება რა, ანუ ის enemy. და აი player რო ფეთქდება, მაგის ისიც მინდა, რომ player-იც ავაფეთქოთ. ანუ პირდაპირ ხდება და თავ კარგად არჩევს. ეს ხოლმას, ოღონდ ეგ გამოვიყენო? სვაისა იმას. აი ეგ შეგვიძლია. მაგრამ რატომაც მახსოვს რომ ასეც თორზე რაღაცა ცალკე explosion-ი იყო. Explosion. Ашкарად აღარ არის. აი გაიო. ეს? ხო. აი საუნდი არის. აი ეს explosion საუნდები ყოფილა აქ. ეს ძალიან ის არის 3D არ გვინდა. ეს შეიძლება თუ 3D არ არის. მოხდეს. თუ მე 3D. ძალიან ცეცხლს გავს ეს არა? კი, თან 3D-ს ავიდა. ხო, არ არ მოხდება. აი, ამას მე ავარჩევთ. ესეც ის არის 3D საუნდი. მახსოვს რომ რაღაცა explosion-ი იყო. ესენი. არც არ მოხდებოდათ. და მეგონი 3D-ია ესეც. აი. ცოტა explosion. აი მას ვიდეო. აი ასეთი არის ხო? იმენა $5. აი აქ არის რაღაც. ხო. ანუ ესე ერთი ბავშვი ყავს აქ, დანარჩენი ონლაინ არის? არა, მეორეც იყო წავიდა უბრალოდ თბილისში მიდივარ. ონლაინ აღარ გესწრება არავინ. ხა დღეს არა. მაგრამ 3 არიან ხოლმე ისე რა, ძირითადად. ანუ მეტი არა. არა. просто აი ლექტორი რო ჩამოვა ხელა გზაზე და იქ რო ბიტი მინდა მოსოლა ნახეს პირიქა. ჩარაძრში. ეს ცალსაკე ისინი კი ვიპოვე აქ, მაგრამ ამას კი იწერს. ის ასპეროიდების დამატება შეიძლება. ხო. კი. აკი ბლომად ყოფილი, ამას თუ ამოვჭით თორე. მოიცადე ერთს გავტესტო. ოპა, ამოვჭით კი არა? даже ილუსტრატორის ის ყოფილა. პირდაპირ გავხსნი ამას. აჰა.
და ცალცაკია ესე. მშვენიერი. რა შეგვიძლია იცი რომ მაგრამ იქ ვერ ამოვჭით ესე ზუსტად. კაი, მაშინ ესეთ რაღაცას ვიზამ რა. ცალკე შევქმნათ. და სათითაოდ ამოვჭრ. ფრეიმებად რა. ოღონდ მას ის რომ იქ ხო შეიძლება გაჟა და იქ ვერ გავჭრე. ხო, მაგრამ ნახე, სხვადასხვა ისინი არის. სხვადასხვა ზომის არის. ანუ ხო. ყველა ერთი ფორმის უნდა იყოს რა და იქ ამოჭრის, მაგრამ ეს პატარა ფოტო იქნება, ეს უდნავ უფრო დიდი და ეს ყველაზე დიდი და კარგად არ გამოჩნდება. ამიტომ ჯობია რომ მაგრამ explosion-ის შემთხვევაში შეიძლება, ხო არა, მაინც ჯობია რომ მოიცადე ესეც თუ ეტევა ვნახავ. კი. კაი, ეს ჩარჩო გვაწყობს მაშინ. და ესე ამოვჭრი რა. ჯერ ამას გადმოვიტან. ამოვჭრათ. მოჭრეთ დავაექსპორტოთ. მასი მე ჩანაწერში ხმა მოჭერთ მაინც. მოიცადე აქ ამასა თუ იმაშოვა მაინც save forever save transparent სადაც explosion 1 მდის ერქოს მაგრამ ამას ახლა როგორ ინახავს და ეს არ მაწყობს აი PNG-ზე უნდა გადამერთო. კაი. explosion 1. ეს აღარ გვინდა ეს.
400 ორცელი დამჭა და ეგ არის. შვიდი და 8. ჩავაგდებ იქ. აგით ვერ თავიდაც და ახ ჩავაგდებ. მოიწერება. მას მივეკავდა გავუნა. ეს სადღაც ჩავაგდე სპრაიტებს ჩავაგდე ხო მაინც. ხო, ახლა რო ავიმოვნიშნოთ. ყველა ხო. 8 წელი. ხო. და პირველიდან წავიღოთ და ჩავაგდოთ სცენაში. და ვთქვათ მოდი ეს player explosion იყოს რა. player explosion. კვადრატს სამკუთხედში. ხო, ანიმაციებში გადაიტანე თუ გინდა. ანიმაციების ფოლდერი ხო გვაქვს? კაი, ნახოთ აბა როგორ გამოიყურება. ანიმაციის ის უნდა დაპატარავება მოგვიწევს. ეგ Windows უნდა დააჭიროთ. Animation და animation. პირველ Control X. უნდა მონიშნო ეს explosion და გამოჩნდება მე მანდ. ცოტა შემიძლია ხოლმე. გავტესტავთ მაგას რა. კაი, როგორ ვქნათ ახლა რა შეგვიძლია იცი? შეგვიძლია რომ ისე კი არ გავაკეთოთ, რომ instantiate-ით, აი რო აჩენდით ხოლმე. ხო. არამედ თავიდანვე რო შვილად ყავდეს players ეს explosion. მოგ ჩამქრალი იქნება რა. და როგორც კი პლეიერი მოკვდება, ან უნდა გაქრეს. სანამ გაქრება, მანამდე შვილი აღარ იქნება ეს, ანუ ამოვაგდებთ პლეიერიდან რა და ვეტყვით რომ უბრალოდ გამოჩნდეს. ახლა კიდე ისიც შეიძლება
აი explosion 1 2 3 და 4 დროს რო ჩანდეს და მე რო აღარ ჩანდეს პლეიერი. ანუ აქედან რო გაფესახლავე ხო ვის იქნება ლოგიკის ანეში ხო იქნება. შეიძლება ხო რა ნახოთ რა. Explosion 1-ის მაგივრად დავარქვათ player explosion თვითონ ობიექტსაც. და შვილად ჩავუგდოთ players. და ჩავაკროთ. სანამ ჩავაკროთ, პოზიციები გავუმოლე. რო player-თან მივიდეს რა. და მე ჩავაკრ. პოზიციებს რო განვიდე player-თან მივა ზუსტად. ხო. და მე ჩავაკრე მარჯვენა ზევით, აი მაგით. ხო. დავასეივოთ, გადავიდეთ script-ში. და player script-ში სადაც კვდება damage-ი არ გვიწერია ეგ? აი damage if-ი რო გვიწერია health თუ ნაკლებიან თუ 0-ზე. player-ში. damage-ი ნახება, void damage. ხო. animation-ის თუ სხვანაირად უნდა გავაკეთო. არა, თვითონ ობიექტს ანიმაციას კი არ უნდა გადავიყვანოთ. თვითონ ობიექტს ვეთქვით, რომ გამოჩნდეს რა, აინთოს. და ანიმაცია თავისით ჩაირთვება, როგორც გაინთება. ანუ ეს ხო შვილი არის, ანუ get child-ი დაგჭირდება რა ისევ. ეს არის ჩემთან მესამე შვილი, ანუ 2 დაგჭირდება აქაც. transform get child ანუ თავისი შვილი არის player-ის script-ში transform-ს რო წერთ, player-ის transform-ს გულისხმობს და წერტილი get child ანუ player-ის შვილი იქნება ჭრილებში 2. წერტილი game object წერტილი set active true. So რავსო. ესე player-ი ხო აკრება და player explosion-ს გააკრობს. იმიტომ რომ შვილი არის ისე. ეგ და გვავიცდა რომ სანამ გაჩდება ამოვარდეს. ეგ შეგვიძლია ესე. იგივე ეს transfer get child 2 წერტილი parent უდრის nulls. null ნიშნავს სიცარიელეს. get child 2 ხო ის ობიექტი არის explosion. და მაგის parent-ი, ანუ მაგის მშობელი იქნება ეხლა არაფერი რა. რაც ნიშნავს, რომ მშობელი აღარ ეყოლება და ამოვარდება player-იდან. და თვითონ შეასრულებს იმას. კი. და მე გამოჩნდება. player გაქრება, ეს დარჩება. ნახოთ როგორ გამოჩნდება, მე თუ რამეა შეგვიძლია player-ის დავტოვოთ ცოტა ხანი. და გაერო რა. transfer child out of bounds. ამას მაშინ წერს, როცა 0 1 2 2 რა ჩაწერე? 2 წერს. ხო. აბა უნდა. ხო, მართალი ხარ და მე რეცდილოს რომ ამ სეტექტივი გააკეთოს, ანუ ჯერ სეტექტივი უნდა გააკეთოს. და მე ამოვაკეთოს. გაინაო ნახოთ. რო არ გაიმეოროს შეგვიძლია რომ ანიმაცია თვითონ სამკუთხედი მოვნიშნოთ. რა ქვია player explosion ხო? და loop time-ი გავუთში. animations folder-ში. explosion. არა, აი margin player explosion დავარქვით მაგას.
და თან გაუჩი. აღარ დაიღუპება. ახლა ეგარ. ის დარჩა. ბოლო ფრეიმი რაც არის. ხო. Destroy game mode-ში და. მაგაზეც უდომა ხო არ გვაქვს? ხო და ესეთი რაღაც შეგვიძლია რა. ნახე. ანიმაციაში, აი თვითონ ამ explosions, player explosions ანიმაციაში. აი ამ ფრეიმებს რო გაივლის, ესე გამოვაჩენ. სატესტოდ. აი ამ ფრეიმებს ხო გაივლის. და ბოლო ფრეიმზე, აი 0-ში და 0-8-ზე რა. აი აქ ჩაწერას დააჭირე. 0-8-ზე ჩაწერა. აი რეკორდინგი არ ჩაწერა. ეს. აჰა, დააჭირე. გაწითლება ტაიმლაინი, ახლა იწერს რა, რამეს თუ შეცვლი, ახლა ჩაიწერს მაგას. და გათიშე. ზევით player explosion. მოიცადე არ ჩაიმატა? რა. ჰა? კაი, შეგვიძლია play sprite renderer-ი გათიშე მაშინ. ჩაწერილზე. არ ჩაწერილზე. ჩაწერა ჩართე. in frame-ზე გადადი. მერვე frame-ზე, ჯერ frame-ზე გადადი. ეს ახლა რა ხოლმე გამოძრავდა შეიძლება. ეს რო გამოვთი ის იქნება მასწავლში. ხო, მერვე frame-ზე ჩაიმატა მგონი, ხო. ეს რო გამოვთი მაგალითად. აი sprite renderer-ი გამოვთი. აი ჩაიმატა, ნახე sprite renderer-ის გათიშვა. იქ. ანუ თავიდან ჩანს და მე ბოლოში sprite renderer-ი ითიშება. All frames. Okay. კაი. დავასეივოთ და ჯორთ. რა? გამორთა და მოვიდა. ისი გამორთა? მეც დამოვიდა მეგონი. მეც დამოვიდა. ეგრევე მაგრამ ხება. რა? ეგარ. მოჩა თავდაჩვენოს. აჰა, ჟენიერ. კაი. რა შეგვიძლია დღესთვის საკმარისი იყოს დავასრულოთ და დავალება იყოს ესეთი რაღაცა რა. ჩვენ ხო ახლა ერთი ენა მიყავს და სულ ეგენი მიჩდება. მეორე ენემი, სხვა ენემის რო ჩასვა აი აქედან. და ოღონდ ის უფრო იშვიათ და უფრო ბევრი დამეცაკეთებს. ეგ მე გავაკეთოთ, ჯერ დავალება იყოს, რომ ხანის გააჩინოს ხანის. ანუ რომ დაარენდომო რა. რომ შემთხვევით ირჩევდეს და ხან ერთს არჩევდეს, ხან მეორეს. გაჩენის დროს. გაჩენის მომენტში. ხო, აი ეგ რომელიმე გამოიყენა მაგიდან, რომელიმე შიფი. აი შიფი ერთი შეგიძლია. ხო, აი ეგ. მოგეთ ხანის გააჩინოს ხოლმე ხანის ძველი ენემი რა. და მე უკვე ეგ გაკეთებული გექნება, მე უკვე დაუწერ ამასაც, რომ ეს როგორ დავაკავშიროთ? ან ეს როგორ შეგვიძლია აქ აი ენემის სპაუნერში რო ვიწერია. ენემის სპაუნერში გვიწერია ჩვენ რომ მარტო ეს ენემი გააჩინოს და მე რამე უნდა მოიფიქრო რომ ეგ უნდა მოიფიქრო. ნასწავლი გვაქვს. წესით გააკეთე, ეგრე მგონი. კაი, ეგ მოიფიქრე რა. თუ რაღაცა იქნება მკითხე. კაი, გავთიშავე ხა ამას.